როგორ შემილია მე შენ ზემოდან შემოგხედო, როგორ შემილია მე შენ განგიკითხო, როგორ შემიძლია მე შენ ხელი კრა, როგორ შემილია მე შენ უგულობას ყო, როგორ შემილია მე შენ არ შემებრალო თუ ცოდავ. ნახეთ როგორი სიტყვებია. თუ არ განიკითხავთ, არც მე განგიკითხავთ, ხოლო თუ განიკითხავთ, მეც განგიკითხავთ. ანუ მიმწევებლობა, უპირობო არის გადარჩენის, ცხონების ფორმულა. ეს ძალიან ბევრს არ მოსწონს. იცით, პირველი ნახევარი ქრისტიანობის, რაზეც მე ვსაუბრობდი, მისი მისტიკური მხარე ყველას მოსწონს. ფაკარგია ღმერთი ჩემთვის მომკვდარა, ვარა მაგარია. ღვთისმსახურებას მიყვარს, ბოლო-ბოლო ადამიანი ეჩვევა, თუ რომ გაირინდოთ და სრულად ჩააღმავდეთ ღვთისმსახურებას, ნახავთ მის დიდებულებას. ზიარებას მადლი რეალურად მოაგდა, ეს გახარებს. და ბოლო-ბოლო ადამიანს სინდისიც უმშვიდება, ახსარებას იტყვის, მადლი მოქმედებს, რატომაც არა და ძალიან ბევრი ადამიანი ღვთისმსახურების აი ამ ნაწილს ქრისტიანობისას იღებს, მაგრამ მეორე ნაწილს ვერ იღებს, რომელსაც ქვია მოყვასთან ურთიერთობა და ამიტომ ძალიან ბევრია მოწოდებული ეკლესიაში და ძალიან ცოტა არჩეული, ესეც ქრისტეს სიტყვებია, იმიტომ რომ აი ამ მეორე ნაწილის გაკეთება ადამიანისადმი უპირობო სიყვარული ძნელი შესასრულებელია, იმიტომ რომ მთელი პირველი ნაწილი აღმოჩნდა სპექტაკლი ჩემთვის. ფარისევლობა თუ მეორეთი არ დასტურდება. გახსოვთ უფალი როგორ ამბობს, ორი დიდი მცნება, ღვთის სიყვარული მთელი არსებით და მსგავსი ამისა მოყვასის სიყვარული.